საოცარია როცა უყურებთ როგორ განადიდებენ ახალგაზრდები და ზოგადად ადამიანები უფალს. და აი ამაზე დიდი ბედნიერება და სიხარული არაფერია, როცა ჩვენ ვიმყოფებით უფლის თანდასწრებაში. და გვაქვს საშუალება, რომ ესე ერთობლივად ჩვენი უფალი განვადიდოთ. ყოველთვის არის თამბეჭდავი და აი მართლაც ენით აღმოწერელი, როცა ჩვენ გვაქვს ამისი საშუალება, რომ გალობით იქნება, ღვთისმსიტყვის საკითხვით იქნება თუ ჩვენი ყურადღებით მოსმენით განვადიდოთ ჩვენი უფალი. დღევანდელ ჩვენი სასაუბრო თემა არის დაცემა, ცოდვით დაცემა. ჩვენ რა თქმა უნდა ვიცით ძალიან კარგად, რომ როცა ადამიანი შექმნა ღმერთმა, ადამი უპირველეს ყოვლისა და მერე ევა, ისინი ცხოვრობდნენ ედემის ბაღში. თუმცა არ არის ცნობილი და ჩვენთვის უცნობია, რამდენი ხანი ცხოვრობდნენ ისინი ედემის ბაღში. მაგრამ მოვიდა დრო და პერიოდი, რომ ადამიც და ევაც შეცდნენ და გამოხატეს დაუმორჩილებლობა ღვთის წინაშე. მათთვის ღმერთს ჰქონდა ნათქვამი, რომ არ შეეჭამათ აკრძალული ხილი, ხილის ნაყოფი. და უფალს ჰქონდა ნათქვამი, რომ რა დროსაც შეჭამთ, მოკვდებით, სიკვდილით მოკვდებით. მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ პირველი ცოდვა, რომელსაც ქვია დაუმორჩილებლობა, სწორედ დაუმორჩილებლობის გამო ადამმა და ევამ დაკარგეს ის, რაც ღმერთს ჰქონდა მათთვის მიცემული. იმიტომ, რომ ისინი ცხოვრობდნენ ედემის ბაღში, ისინი ცხოვრობდნენ მშვიდად და უზრუნველად, არაფერზე არ ფიქრობდნენ ისინი, ყველაფერი ჰქონდათ. ღმერთის თანდასწრებაში ცხოვრობდნენ ისინი, მაგრამ ერთი შეცდომით მათ ყველაფერი დაკარგეს. დაკარგეს ღმერთის თანდასწრებაში ყოფნა, დაკარგეს სიმშვიდე, ჰარმონია, უზრუნველად ცხოვრება. და მე მინდა წავიკითხო, თუ როგორ მოხდა მათი დაცემა. დაბადების მესამე თავი რამდენიმე მუხლი. მინდვრის ცხოველებს შორის, რომლებიც კი შექმნა ღმერთმა, ყველაზე ცბიერი იყო გველი. და კითხა გველმა დედაკაცს, ნუ თუ მართლა გითხრათ ღმერთმა, რომ ბაღის არც ერთი ხის ნაყოფისაგან არ ჭამოთ? და დედაკაცმა უპასუხა, ბაღის ხის ნაყოფები გვეჭმევა, ხოლო იმ ხის ნაყოფზე, რომელიც შუა ბაღშია, გვითხრა ღმერთმა არ ჭამოთ მისგან და არ შეეხოთ, რომ არ მოკვდეთ. და უთხრა გველმა დედაკაცს, არ მოკვდებით. რადგან უწყის ღმერთმა, რომელ დღესაც შეჭამთ მაგ ნაყოფს, აგეხილებათ თქვენ თვალები და იქნებით ღმერთივით კეთილისა და ბოროტის შემცნობნი. დაიხილა დედაკაცმა, რომ ხე კარგი ჩანდა საჭმელად და საამო იყო თვალისთვის და მიმზიდველი იყო შესაცნობად და მოწყვიტა მისგან ნაყოფი და შეჭამა და მისცა აგრეთვე თავის კაცს და მანაც შეჭამა. შეიძლება ვინმე ვთქვას, რომ დედაკაცმა შეჭამა, მაგრამ ადამმა რაღაცომ შეჭამა. ადამი რაღაცომ არ დაემორჩილა ღმერთს. და ერთ-ერთი ვერსიით, რომელსაც ფიქრობენ ბიბლიის მკვლევარები და თეოლოგები და რაც მე მაქვს მოსმენილი, არის ის, რომ ადამს ძალიან უყვარდა თავისი ცოლი და არ უნდოდა, რომ მარტო დაეტოვებინა. ამიტომ სიყვარულის გულისთვის მანაც აიღო და შეჭამა, რომ ორივენი ერთად დარჩენილიყვნენ. იქ სადაც წავიდოდა თავისი დედაკაციც, ასულიყო თავისი მამაკაციც, ადამი. ჩემო ძვირფასებო, როცა ეშმაკი გვაცდუნებს, ის გვთავაზობს იმას, რაც არ გვაქვს. რაც ჯერ კიდევ ჩვენთვის მიუღწეველია, რაც ჯერ კიდევ არ გაგვისინჯავს. და მართლა ესე არ არის, რომ როცა რაღაცა ცდუნება მოდის ჩვენ ცხოვრებაში, გვთავაზობს იმას,
რაც ჯერ კიდევ არ გვაქვს გასინჯული. მაგალითად, როცა ცდუნება მოდის, ეშმაკი გვეუბნება, რომ გასინჯე, იცი რა კარგია, მოგეწონება, გემრიელია, ეს იქნება სიგარეტი, ეს იქნება ნარკოტიკი, ეს იქნება, რა ვიცი, სასმელი თუ ასე შემდეგ. ის გვთავაზობს ყოველთვის იმას, რაც ჯერ კიდევ არ გვაქვს გასინჯული. სწორედ ასე დაემართათ ადამსა და ევას. ეშმაკმა შესთავაზა მათ ის, რაც ჯერ კიდევ არ ჰქონდათ გასინჯული. და სწორედ ცდუნება მოხდა, რომ წერია, რომ კარგი იყო შესახედავად და მიმზიდველი. და სწორედ ამის გამო იყო, რომ ადამი და ევა დაეცნენ. და მათ დაკარგეს რამდენიმე მნიშვნელოვანი რამე. მათ დაკარგეს უპირველეს ყოვლისა მშვიდად ყოფნა, უზრუნველად ყოფნა და რაც მთავარია, ღმერთის თანდასწრებაში ყოფნა. ბიბლიაში არის ნათქვამი, რომ ღმერთი დროდადრო ჩამოდიოდა ედემის ბაღში და მათთან საუბრობდა, მაგრამ ამ ცოდვის შემდეგ მათ დაკარგეს ღმერთთან ურთიერთობა. მათ შემდეგ აღარ უხილავთ ღმერთი. ასევე მათ დაკარგეს მსგავსება ღვთისა. იმიტომ რომ ბიბლიაშია ნათქვამი, რომ ღმერთმა ადამი და ევა შექმნა თავის ხატად და თავის მსგავსად. და როცა მათ შესწოდეს, ასევე დაკარგეს მსგავსება და ხატება ღვთისა. მაგრამ ნათქვამია ასევე ღვთის სიტყვაში, რომ ყველამ შესწოდა და ადამიანთან ერთად ეს შეწოდება შემდეგ მთელს წუთის სოფელზე გადავიდა, მთელს კაცობრიობაზე გადავიდა. ვინაიდან ჩვენ ვართ ადამის შთამომავლები, ეს იმას ნიშნავს, რომ მისი ცოდვა დღევანდელ დღეს მთელს წუთის სოფელზე არის და მთელს კაცობრიობაზე არის გადასული. რომაელთა წერილში მოციქული პავლე ამბობს ასეთ სიტყვებს, ეს არის რომაელთა წერილი 3 თავის 23 მუხლი. ვინაიდან ყველამ შესწოდა და მოკლებულნი არიან ღმერთის დიდებას. პავლე ამბობს, რომ ყველამ შესწოდა, ადამიანთან ერთად ყველამ შესწოდა და მოკლებულნი არიან ღმერთის დიდებას. ჩვენ აღარ გვაქვს საშუალება, რომ ადამიანს უпростоრად აღარ ქონდა საშუალება, რომ ღვთის დიდებაში და ღვთის თანდასწრებაში ეცხოვრა. ადამიანი ცხოვრობდა ღმერთისაგან განშორებით და ცხოვრობდა ცოდვაში. მაგრამ ღმერთის თავდაპირველი ჩანაფიქრი არ იყო ის, რომ ადამიანს სამუდამოდ და საუკუნოდ ეცხოვრა ცოდვაში. ღვთის თავდაპირველი ჩანაფიქრი იყო, რომ ადამიანს ყოველთვის ეცხოვრა ღმერთის თანდასწრებაში და ყოფილიყო მისი მსგავსი და მისი ხატი. ამიტომაც იყო ჩემო ძვირფასებო საჭირო, რომ 2000 წლის წინ, ჯერ კიდევ 2000 წლის წინ ღმერთმა გამოგზავნა თავისი ძე, ერთადერთი, რომ ყოველი მისი მორწმუნე გადარჩენილიყო და აღარ ქონოდა მსჯავრი და აღარ ქონოდა დაღუპვა, არამედ ქონოდა საუკუნო სიცოცხლე. მაგრამ როგორც ყველაფერს, ასევე ცოდვასაც აქვს თავისი ნაყოფები. ამ დედამიწაზე არაფერი არ არის ისეთი, რასაც თავისი შედეგი და თავისი ნაყოფი არ აქვს. რაც არ უნდა გავაკეთოთ ჩვენ, რაც არ უნდა მოვიმოქმედოთ, ყველაფერს თავისი შედეგი და ნაყოფი აქვს. ამ განსაკუთრებით ცოდვას აქვს თავისი შედეგი და თავისი ნაყოფი. და რა არის ცოდვის ნაყოფი და შედეგი? ბიბლია ამბობს, რომ ეს არის სიკვდილი. ცოდვის ნაყოფი და ცოდვის შედეგი არის სიკვდილი. რომაელთა მეხუთე თავში არის ნათქვამი ასეთი სიტყვები, რომ როგორც ერთი ადამიანის მიერ ცოდვა შემოვიდა სოფელში, ხოლო ცოდვის მიერ სიკვდილი. ასევე სიკვდილი გადავიდა ყველა ადამიანში, რადგან ყველამ შესწოდა. ანუ ბიბლია ამბობს, რომ მარტო ცოდვა კი არ გადავიდა ადამიანიდან მთელს კაცობრიობაზე, არამედ სიკვდილი.
და ყველა ადამიანი იმსახურებდა სოდვის გამო სიკვდილს. მაგრამ როგორც ჩვენ ვთქვით, არ იყო ღმერთის თავდაპირველი მიზანი ის, რომ ადამიანი შეექმნა იმისთვის, რომ ის სიკვდილში ყოფილიყო. არამედ ღმერთის თავდაპირველი მიზანი იყო ის, რომ ადამიანს ეცოცხლა ღმერთთან ერთად და ეცოცხლა მის თანდასწრებაში, ეცოცხლა ღმერთის სადიდებლად. ასევე რომაელთა 6:23-ში არის ნათქვამი, რომ ვინაიდან ცოდვის საზღაური სიკვდილია, ხოლო ღმერთის მადლი საუკუნო სიცოცხლე. ასე რომ ჩვენ გვინდა თუ არ მინდა ჩემო ძვირფასებო, ცოდვის საზღაური არის სიკვდილი. და დღევანდელ დღესაც ასია. ყოველი ადამიანი ვინც სოდავს, ნებით თუ უნებლიეთ, მისი საზღაური ადრე თუ გვიან იქნება სიკვდილი. და სიკვდილი არა ფიზიკური, არა ხორციელი, არამედ სიკვდილი იქნება სულიერი და იქნება მარადიული. ამიტომ ღმერთმა მოინდომა, რომ ადამიანი ეხსნა ამ მარადიული სიკვდილისაგან, გაენთავისუფლებინა ადამიანი ცოდვის მონობისაგან. და ამიტომაც იყო, რომ ღმერთმა მოავლინა თავისი ძე, რომ ყოველ მის მორწმუნეს ჰქონოდა საუკუნო სიცოცხლე. დღეს ჩვენ გვაქვს საშუალება, ჩემო ძვირფასებო, რომ მივიღოთ სიცოცხლე, საუკუნო სიცოცხლე. და ეს სიცოცხლე ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ მხოლოდ და მხოლოდ იესო ქრისტეს რწმენით. ვინც მას ირწმუნებს, მას ექნება საუკუნო სიცოცხლე. ედემის ბაღში დარჩა, რომელიც ჯერ კიდევ არ გაუსინჯავთ ადამსა და ევას, ერთი ხე და ამ ხეს ერქვა სიცოცხლის ხე. სად წავიდა ეს სიცოცხლის ხე? ეს სიცოცხლის ხე, ამ სიცოცხლის ხემ გადაინაცვლა გოლგოთის ჯვარზე. და ვინც გოლგოთის ჯვარს შეეხება და იქიდან მოწყვეტავს, ნაყოფს, მას ექნება საუკუნო სიცოცხლე. იმიტომ რომ გოლგოთის ჯვარზე ჩვენ გველოდება იესო ქრისტე, რომელმაც მთელი წუთისოფლისთვის და მთელი კაცობრიობისათვის დაღვარა სისხლი. რომაელთა მეხუთე თავში არის ნათქვამი, მე-18 და მე-19 მუხლით. ამრიგად თუ ერთის დანაშაულით ყველა ადამიანს დაედო მსჯავრი, ასევე ერთის სიმართლით ყველა ადამიანი გამართლდება. ვინაიდან როგორც ერთი კაცის ურჩობით ბევრი გახდა ცოდვილი, ასევე ერთის მორჩილებით ბევრი გახდება მართალი. ანუ პავლე მოციქული ამბობს, რომ ერთი ადამიანის მიერ ყველა გახდა ცოდვილი და ყველას მსჯავრი დაედო, მაგრამ ასევე ერთი ადამიანის მიერ ყველა შეუძლია რომ გახდეს მართალი. ყველას შეუძლია რომ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე. მაგრამ ეს არის კვლავ და კვლავ თვითონ ჩვენთაგანზე დამოკიდებული. ჩვენ შეგვიძლია მივიდეთ გოლგოთის თაზე, მოვწყვიტოთ ეს საუკუნო სიცოცხლისაგან ნაყოფი, რომელსაც ქვია იესო ქრისტეს რწმენა და მივიღოთ რომ ვიყვეთ დახსნილები და გადარჩენილები. ღმერთმა რაც ადამიანს დაუტოვა ედემის ბაღიდან გამოძევების შემდეგ, ეს არის თავისუფალი ნება. ედემის ბაღშიც ჰქონდათ ადამსა და ევას თავისუფალი ნება და ღმერთს არ წაურთმევია მათთვის. მაგრამ იცოდეთ, როგორც უკვე გითხარით, რომ ყველა ჩვენს არჩევანს და ყველა ჩვენს გადაწყვეტილებას ადრე თუ გვიან ექნება თავისი შედეგები, თავისი ნაყოფები. ბიბლიაში არის ნათქვამი, რომ მე სიკვდილი და სიცოცხლე დაგიდევით წინ და ამოირჩიეთ სიცოცხლე, რომ იცოცხლოთ. ჩვენ წავიკითხავთ მეორე რჯულის წიგნიდან, ცოტა ოდნავ მოგვიანებით. ასევე კორინთელთა წერილში არის ნათქვამი მე-15 თავში ასეთი სიტყვები. ხუთმეტი თავი 21 და 22 მუხლი. ვინაიდან როგორც კაცის მიერ მოვიდა სიკვდილი, ასევე კაცის მიერ მკვდრეთით აღდგომა.
ვინაიდან როგორც ადამიანში კვდება ყველა, ასევე გაცოცხლდება ქრისტე იესოში. რა დიდებული რამეა, რა დიდებული აღთქმაა, რომ ჩვენ გვაქვს აღთქმა, რომ ჩვენ შეგვიძლია გავცოცხლდეთ იესო ქრისტეში. თუ კი ჩვენ იესო ქრისტემდე კაცობრიობა წუთისოფელი ცხოვრობდა სოდვაში და ცხოვრობდა სიკვდილში, იესო ქრისტეს შემდეგ წუთისოფელს კაცობრიობას აქვს საშუალება, რომ იცხოვროს სიცოცხლეში. გადავიდეს სიკვდილიდან სიცოცხლეში. ყველა ადამიანს აქვს საშუალება, მაგრამ ყველა ადამიანს ასევე აქვს თავისი არჩევანი, თავისი უფლება. როგორც გითხარით, მეორე რჯულის წიგნში არის ნათქვამი ასეთი სიტყვები. მეორე რჯულის წიგნი 20 თავი 19 მუხლიდან. მოწმედ ვუმოწმებ მე დღეს თქვენს წინაშე ცასა და მიწას, სიცოცხლე და სიკვდილი, კურთხევა და წევლა დაგიდევით წინ. ამოირჩიეთ სიცოცხლე, რათა იცოცხლო შენ და შენმა შთამომავლობა. ჩემო ძვირფასებო, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ყოველთვის არჩევანი არის თვითოულ ჩვენთაგანზე. ბიბლია გვეუბნება, რომ მე თქვენს წინაშე დავდევი სიკვდილი და სიცოცხლე, მაგრამ ეს თქვენ უნდა ამოირჩიოთ. შემდგომ მუხლში ამბობს, რომ თითქოს გთხოვს უფალი და გვეუბნება, რომ ამოირჩიეთ სიცოცხლე. ნუ ამოირჩევთ სიკვდილს, არამედ ამოირჩიეთ სიცოცხლე, რომ იცოცხლოთ შენს და შენმა შთამომავლობა. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ დღევანდელ დღეს ჩვენი არჩევანი და ჩვენი გადაწყვეტილება არა მარტო ჩვენზე იმოქმედებს, არამედ იმოქმედებს ჩვენ შთამომავლებზე, ჩვენს შვილებზე და შვილიშვილებზე. იმას, რასაც ჩვენ ამოვირჩევთ დღევანდელ დღეს, რადგან წავიკითხეთ, რომ ამოირჩიეთ სიცოცხლე, რომ იცოცხლოს შენს და შენმა შთამომავლობა. ამიტომ ჩვენ დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს არა მარტო საკუთარი თავის წინაშე, არამედ ჩვენი შთამომავლობის წინაშეც. რომ ჩვენი შვილები და შვილიშვილები სად გააგრძელებენ ცხოვრებას, დარჩებიან სიკვდილში თუ გადავლენ სიცოცხლეში. ეს ჩვენს გადაწყვეტილებაზეა და ჩვენს არჩევანზე არის დამოკიდებული. რა თქმა უნდა, ადამიანსა და ევას შეწოდებამ ჩვენზეც იქონია ზეგავლენა. როგორც ჩვენ უკვე ვთქვით, რომ ჩვენ გავხდით ცოდის შვილები, ჩვენზე უკვე მეფობდა და მოქმედებდა სიკვდილი. მაგრამ იესო ქრისტეს დაღვრილი სისხლის საშუალებით ჩვენ დღევანდელ დღეს გვაქვს საუკუნო სიცოცხლე. აქ არ არის რაღაც უბრალო რამეზე არჩევანისა და არჩევანზე და გადაწყვეტილებაზე ლაპარაკი. აქ სიცოცხლეზეა ლაპარაკი და სიკვდილზე. და როცა სიკვდილზე და სიცოცხლეზე ვლაპარაკობ, გუშინ თუ გუშინ წინ იყო ნათქვამი, რომ აქ არ არის რამოდენიმე წელზე ლაპარაკი. აქ არის ლაპარაკი და საუბარი მარადიულობაზე, საუკუნო ცხოვრებაზე. ადამიანმა რამდენიც არ უნდა იცხოვროს ამ დედამიწაზე, 70, 80, 100 წელი, ადრე თუ გვიან მაინც გადავა იმ ქვეყნად. მაგრამ თავარი და მნიშვნელოვანი ის არის, რომ ადამიანი მარადისობა სად გააგრძელებს. სიტყვა მარადისობა ეკუთვნის როგორც სასუფეველს, ასევე ჯოჯოხეთს. მარადიული ჯოჯოხეთი არსებობს და მარადიული სასუფეველი არსებობს. მაგრამ ადამიანი სად გააგრძელებს თავის სიცოცხლეს, თავის მარადიულობას, ღმერთთან ერთად, სიხარულში თუ ღმერთის გარეშე ტანჯვაში, ეს თვითოულ ჩვენთაგანზეა დამოკიდებული. როცა ვიდრე იესო ამაღლდებოდა, გზავნის თავის მოწაფეებს წუთისოფელში საქადაგებლად და ეუბნება, რომ წადით წუთისოფელში და ყველა ქმნილებას უქადაგეთ სახარება. და მერე ამბობს, ვინც ირწმუნებს, მოინანიებს და მოინათლება გადარჩება, ვინც არა და მსჯავრდადებული იქნება. ანუ სიტყვა ვინც ირწმუნებს, ეს ნიშნავს იმას, რომ ღმერთი ადამიანს უტოვებს კვლავ არჩევნისა და გადაწყვეტილების უფლებას. ვინც ირწმუნებს, მიიღებს სიცოცხლეს, ხოლო ვინც არ ირწმუნებს, დარჩება საუკუნო მსჯავრის ქვეშ. და მე მადლობა მინდა გადაუხადო ღმერთს იმისთვის, რომ უფალმა დღეს ჩვენ თითქმის
ყველას აქ ვინც ვართ, რამდენიმე ადამიანის გარდა მოგვცა საშუალება, რომ გვერწმუნა იესო ქრისტესი და მე შემიძლია დღევანდელ დღეს ვთქვა თამამად, რომ ჩვენ გვაქვს საუკუნო სიცოცხლე. ჩვენ უკვე გვაქვს საუკუნო სიცოცხლე. ჩვენს უფალ იესო ქრისტეში. მაგრამ რატომ არ გინდათ ჩემო ძვირფასებო, ვისაც ჯერ კიდევ არ გაქვთ საუკუნო სიცოცხლე, რომ თქვენს გქონდეთ? რატომ არ გინდათ ეს? თუ კი გინდათ, მაშინ ეს არის ძალიან მარტივი. უბრალოდ აქ თქვენი გადაწყვეტილება არის საჭირო. თქვენი თანხმობა არის საჭირო, რომ გახსნათ იესო ქრისტესთვის გული, მიიღოთ იესო ქრისტე და უთხრათ, რომ უფალო, მეც მჭირდები შენ, შემოდი ჩემს ცხოვრებაში და შეცვალე ჩემი ცხოვრება. მე მიგიღებ შენ როგორც პირადი მხსნელი და მე ვიცხოვრებ დღეის შემდეგ შენს მორჩილებაში. და აი ამ სიტყვების შემდეგ ყველა ადამიანს ექნება საუკუნო სიცოცხლე. ასე რომ უფალმა დაგლოცოს ჩემო ძვირფასებო და უფალმა მოგცეს ძალა, რომ არჩევანი, რომელიც თვითონ ჩვენთაგანს გვაქვს, ეს არჩევანი გამოვიყენოთ სასიკეთოდ. არა ისე როგორც ადამა და ევა, მათაც ჰქონდათ არჩევანი, რომ არ შეეჭამათ აკრძალული ხის ნაყოფისაგან და დარჩენილიყვნენ ედემის ბაღში. მათ ექნებოდათ უზრუნველი ცხოვრება, როგორც ჩვენა თქვით, მშვიდი ცხოვრება, ჩვეულებრივად გამრავლდებოდნენ ისინი, ჩვეულებრივად ინაყოფიერებდნენ და ეყოლებოდათ შვილები და შვილიშვილები. და ბიბლიაშია ნათქვამი, რომ მშრობიარობაც არ იქნებოდა ისეთი სატანჯველი და ისეთი ხანგრძლივი, როგორიც დღეს არის. ძალიან ხანმოკლე და ძალიან სუბუქად იქნებოდა ეს ყველაფერი. მაგრამ ცოდვამ შემოიტანა ის, რომ გამრავლდა, რაკიღა დედაკაცმა შესწოდა პირველი, ღმერთის სიტყვა და წევლა იყო ასეთი, რომ გაგიგრძელებ ორსულობას და ტანჯვით შობდე შვილებს. ეს ყველაფერი ცოდვამ შემოიტანა. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია რომ ეს ყველაფერი შევცვალოთ. შევცვალოთ იესო ქრისტეს საშუალებით. ასე რომ დაფიქრდით კიდევ ერთხელ. დღეს თქვენ იესო ქრისტე გთავაზობთ, რომ ირწმუნოთ, მიიღოთ და მოინანიოთ. ნუ იტყვით, როგორც უკვე ყოველ საღამოს არის გაჟღერებული, რომ ნუ იტყვით, რომ მოდი ამას ხვალ გავაკეთებ. ნუ გადასდებთ დღეებს, იმიტომ რომ არ იცით ხვალინდელი დღე ვის რას უმზადებს. და არც ის იცით, რომ ესეთი მსგავსი საშუალება გექნებათ თუ არა კიდევ ოდესმე. მე ჩემი სტუდენტობის დროს მახსოვს ერთ-ერთ ადამიანს ხშირად ვესაუბრებოდი ხოლმე იესო ქრისტეს შესახებ. და ის მეუბნეოდა, რომ არა, მე ჯერ ახალგაზრდა ვარ და მე ცოტა რომ მოვხუცდები, ცოტა უყვარდა ხოლმე აქეთ-იქით ძრომიალი და რომ მოვხუცდები, მე მოვინანიებ. ერთი კვირის შემდეგ, რამდენიმე დღე მე შემდეგ აღარ მინახავს და რამდენიმე 1-2 კვირის შემდეგ ვნახე და მითხრა, რომ როგორ მართალი მითხარიო, რომ ხვალინდელი დღე შენ არ გეკუთვნისო. და რატომ მეთქი მეუთხარი და მითხრა, რომ უბრალოდ წყალი დავლიე და მოვიწამლეო. და იმდენად მძიმედ მოვიწამლე, რომ უკვე ჩემს სიკვდილს უკვე ექიმებიც ვეღარ შველოდნენ ჩემს სიცოცხლეს. და რაღაცა მოხდა, რომ ესე სასწაულად გადავრჩი. და მეუთხარი, რომ მაშინ რაღაც ეგრეა და ასე ფიქრობ, მაშინ გაქვს საშუალება, რომ ეხლა მაინც ირწმუნო და მიიღო. მაგრამ მაინც დარჩა თავის აზრზე, რომ არა, ჯერ არა. მაგრამ როცა მე უკვე დავამთავრე სასწავლებელი, მას უკვე ძალიან ნაკლებად გავხვდები, იშვიათად და აღარ არის საშუალება, რომ კვლავ დავსხდეთ და ვისაუბროთ ერთმანეთში იესო ქრისტეს შესახებ. მე არ ვიცი ოდესმე მის ცხოვრებაში კიდევ გამოჩნდება თუ არა ადამიანი, ვინც ესაუბრება იესო ქრისტეზე. ასე რომ მარტო იმას ნუ იტყვით, რომ შეიძლება
ხვალინდელი დღე კიდევ გაგვითენდეს, კიდევ გავაგრძელოთ დღეები და წლები, მაგრამ იმაზეც უნდა იფიქროთ, გექნებათ კიდევ ასეთი საშუალება, რომ იესო ქრისტეს შესახებ მოისმინოთ კიდევ სადმე, მონანიების შესახებ კიდევ მოისმინოთ სადმე. დღეს არის გადარჩენის დღე, ბიბლია ამბობს, დღეს არის თქვენი ხსნის დღე და გამოიყენეთ ეს საშუალება, რომ მიხვიდეთ იესო ქრისტესთან. და თუ თქვენთვის არა, თქვენი შვილებისთვის და შვილიშვილებისთვის მაინც გააკეთეთ ეს. იმიტომ რომ ბიბლია ამბობს, რომ ამოიჩიეთ სიცოცხლე, რომ იცოცხლოთ თქვენს და თქვენმა შთამომავლობა. და იმაზე დიდი სიხარული და იმაზე დიდი ბედნიერება არაფერია, როცა იცით, რომ თქვენს შვილებს და თქვენ შვილიშვილებს ექნებათ საუკუნო სიცოცხლე, მარადიული სიცოცხლე. იფიქრეთ ამაზე, უფალმა დაგულოცოს ამით.